ორიგენე იყო ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანი თეოლოგი და ბიბლიის განმარტებელი ადრეულ ეკლესიაში. იგი ალექსანდრიაში დაიბადა და ცნობილია როგორც ალექსანდრიული ღვთისმეტყველური სკოლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ორიგენე წარმოსდგებოდა ქრისტიანი ოჯახიდან. მამამისი ლეონიდე წამებულთა შორის მოიხსენიება. ახალგაზრდობიდანვე სწავლობდა ბერძნულ ფილოსოფიას, განსაკუთრებით პლატონიზმსა და სტოიციზმს, რაც მის თეოლოგიურ სისტემაზეც აისახა. მისი ნაშრომებია ჰექსაპლა, ბიბლიის კრიტიკული გამოცემა, სადაც ძველი აღთქმის ტექსტი სხვადასხვა ვერსიით იყო წარმოდგენილი, პერიჰარხონი, პირველი სისტემური ქრისტიანული თეოლოგია, სადაც ის განიხილავს ღმერთის, ქრისტეს, სულის, ქმნილების და აღსასრულის შესახებ საკითხებს. მრავალრიცხოვანი ჰომილიები და კომენტარები წმინდა წერილზე. ორიგენე ცნობილია ალეგორიული განმარტების მეთოდით. წმინდა წერილს ჰქონდა სამი მნიშვნელობა: სიტყვიერი, ზნეობრივი და სულიერ მისტიკური. ასწავლიდა სულის წინასწარ არსებას და საბოლოოდ აპოკატასტასის, ყოვლის აღდგენა ღმერთში, რაც შემდგომში საეკლესიო კრებებზე ქვეშ დადგა. იმპერატორ დეციუსის დევნის დროს ორიგენე სასტიკად აწამეს. მიღებული ტანჯვის შედეგად კი იგი გარდაიცვალა კესარიაში, იგივე პალესტინაში. ორიგენე უდიდესი გავლენის მქონე ფიგურაა ქრისტიანულ თეოლოგიაში. მისი ზოგიერთი სწავლება ორთოდოქსულად მიიჩნეოდა და დღემდე ფასდება, თუმცა სხვა შეხედულებები ეკლესიამ ერესად გამოაცხადა. ის ხშირად მოიხსენიება როგორც ეკლესიის მასწავლებელი, მაგრამ არა წმინდანი, რადგან მის დოქტრინებს ოფიციალური საეკლესიო აღიარება არ მიუღია.